მარტივია რა, საერთოდ ყველაფერი. მე ძალიან ნერვიულია. რატომ? ძალიან დაძაბული ვიყავი. კი გავაკეთე, მაგრამ როგორ გამოვიდა არ ვიცი. აი რა, ყველაფერზე ეგრე არ უნდა ინერვიულო. პატარა დავალება იყო. თან ეგრე თუ იყავი ოპერაციაზე, მე აქეთ იქნები მოსასულიერებელი. ხო, მართალი ხარ. ნიკაზე რა ხდება? ჩუმოთ. რა იყო? თქვი რამე სიახლეა? თან კი თან არა. ანუ? ნიკასთან ვიყავი სახლში. დედამისმა აქეთ გვიპოვა, მე დედა ჩემი და დაგუპატიჟა. მართლა? ხო. ეგეთი რაღაცები კიდე თუ ხდება, მართლა არ მეგონი. მე არც მე, ისე დავიბენ, ისე ვინერვულე, საერთოდ ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა. კაი, დაიყიდე, დედამისმა თუ მოინდომა, შენ რა შუაში ხარ? ხო, რაც. ნიკამ რა? რა უნდა ითქვა? აქეთ მიხდი დაბორდიშებს. საყვარელი. ხო. და ეხლა რა ხდება? რა ვიცი, არაფერი ისეთია. რაღაც გეგმა გეკითხება. ხო, ნუ ნახოთ, ყველაფერი წინ არის. წამით. დედა, ხომ შვიდობა, ასე ადრე რო ჩამოხოდით, დედა, როგორ ხარ დე? კარგად. კარგად არის, კარგად. უბრალოდ ცოტა დაიღალა, თან ადრე წამოვედით. აი მე რაღაცა ფერი არ ადევს ამ ბავშვს რა. გითხარით, თქო თქვენ არ წახვიდეთსო, რო არ დამიჯერეთ. ამ შენ ქმარსაც მადამაინც დღეს მოუნდა მუცლის ამოხეთქო, დაჯიქი, დედიკო, დაჯიქი. დაჯიქი აგერ დედიკო, კამპოტს დაგალევინებ, ხა? ახალი აგერ. ხო ცოტა მოსულიერდები. დალი დედა, დალი. ვაიმე ხათუნა რა ხდება? ნახე ხელები როგორ უკანკალებს, რა ხდება? მითხარი ინერვიულა რამეზე? არაფერი არ მომხდარა, დაიღალა უბრალოდ. ამის მერე დაგიჯერებ ყველაფერს ბატონო და არსად არ წავიყვარ. კაი, ადექი ხა, წამოდი და წამოწექი იქით, ადექი დაიშვა. არა, ჰაერზე მირჩევნია. გოგო, შენ ახლა ხარ ბიჭის დედა. ორმაგი კი არა, სამმაგი პასუხისგებლობა გაკისრია. შენ თავზეც და მაგ ბავშვზეც. ადექი დედა, დედა. ჰე, ფრთხილად ხა, მიდი, წამოწექი, დაისვენე. დედა, რო არ დამიჯერეთ. გითხარით, მე თქვენ არ წახვიდეთქო. დიდმა კეთილმა გოლიათმა ჩემოდანი მიწაზე დადო, დაიხარა და ვება სახე სოფის ახლოს მიუტანა. ახლა კი ისე უნდა გავისუსოთ, როგორც პაწაწინა წრუწუნები. რა საყვარლები ხართ? ჩემი რა გითხრა, მაგრამ აი ეს არის ყველაზე საყვარელი გოგო. ნახე როგორ მართობს და მოვიდა და ზღაპრებს მეკითხავს. ესა? ძალიან მიყვარხართ. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ დედა. მაგრამ ამდენ წოლას თუ მაიძულებ, აი გავაფრენიცოდე. დედა, კარგი რა, რამდენიმე დღეც. ნუ ვრისკავთ, გთხოვ. გინდა რამე? მითხარი მოგიტან ახლა. კიდე მე მოგიტან ჩემს გაკეთებულ ფანკეიქებს. მინდა ბებო. გისმენ, ელენე როგორ ხარ? რატო დავირეკე? იცი ინგლისურიდან მეც გამოვედი. არა, უშო სხვაგან მიხარ. ხო, მაგრამ მე შენს გარეშე არსად არ მინდა. გთხოვ, ისე ვიყავი რა ჩემი მეგობარი. მთელი დღეები მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემთან მეგობრობა აღარ გინდოდეს. რატო არ ვიცი რომ უნდა ვიმეგობროთ კიდევ. გთხოვ, ჩვენ ხო საუკეთესო მეგობრები ვართ. კაი, ეხლა ამცელია და მე დამიდები. კაი, დაგირეკა. შეიძლება? სამივე ხართ? კი. სიმართლე გითხრათ, ასეთ შედეგებს არ ველოდი. ასეთ კარგს თუ ასეთ ცუდს? ზოგადად არც ერთ საქმეში სათანადო შრომის გარეშე არ გამოდის არაფერი. განსაკუთრებით მედიცინაში. დაგვერხა. თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს განდობენ.
და ყველა დეტალის ზედმიწევნი ცოდნას გთხოვენ. ხო, მაგრამ რასაც ზოგიერთები ვერ იაზრებთ. უბრალოდ კათეტერი იყო რა. კათეტერის ჩადგმა თუ არ იცი, შენი აზრით ქირურგობაზე პრეტენზია უნდა გქონდეს? ისეთი საშინელება იყო? შენი ყველაზე ნაკლებად. შენსაც არ აუშავდა დათა. თუ მაგ ლოგიკას მოიშორებ და დეტალებს მეტ ყურადღებას მიაქცევ, უკეთესე იქნება. და ჩემი იყო ცუდი. ლიზა. ისეთი შეცნობები დაუშვი, როგორებსაც პირველ კურსელებსაც არ პატიობენ. მით უმეტეს რეზიდენტი ხარ. არ ვიცი სად დაფრინავ. მაგრამ თუ ასე გააგრძელებ, მე და შენ ერთმანეთს დავამშვიდობებთ. და მოვითხოვრო სხვაგან გადაგიყვანა. ხო, კასპარ. მარიამ, შეგიძლია ერთ წუთი გარეთ რო გამოხვიდე? კი, როგორ არა? აქ ხარ? კი. და შემოდი სახლში. არა, იყოს გვიანია რა და გარეთ დაგელაპარაკები რა. კარგი. რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო რა. გთხოვე, ხა შენ იდიოტ მაგაზე არ მელაპარაკო რა. არ შემიძლია მაგის სახელის ხსენება, ხო იცი? მესმის, მაგაზე არც ვაპირებ. უბრალოდ რაღაცეებში ხა კობასიც მესმის რა. მაგალითად რა გესმის? რა და მეც გამიტყდებოდა ეხა ჩემი ცოლი ვიღაცა ტიპთან ერთად რომ ენახა რა. თან ძალიან ცოტა დრო გავიდა რა. კასპარ, პირდაპირ მითხარი რის თქმასაც ცდილობ, კარგი? მოსული ვიყავი რა დღეს. მიფიქრე ვნახავ თქო და შენ და ის ტიპი დაგინახეთ რა. ის ექიმი. კი. ეთერი იყო ცუდად. ნიკა და ნუნუ მოვიდნენ. არ შემოუშვა ხოლმე, როცა მოვა? და მარტო ეთერის სანახავად მოდის ხოლმე? არა. მარტო ეთერის სანახავად არ მოდის. ანუ მართალი იყო კობა რა, რომ ამბობდა რომ ვითომ გეხმარებოდათ. არა. მართლა გვეხმარებოდა და ახლაც გვეხმარება შენი ძმაკაცისგან განსხვავებით. ესე იგი ერთად ხართ. ეგ გითხარი? უბრალოდ ჩემს სანახავადაც მოდის თქო. ახლა არავისთან ურთიერთობის თავი და სურვილი არ მაქვს. აი ხო, ნუ მიბრაზდები რა. მეც გამიტყდებოდა ეხა ჩემი ცოლი ვიღაცა ტიპთან ერთად რომ ენახა რა. მომენტ ეხა ჩემი საქმე არაა შენი პირადი ცხოვრება, მაგრამ ძალიან სასაცილო ხარ. შემოსულიყავი და ნახავდი რომ ნუნუსთან ერთად იყო. კასპარ, მართლა მარტო მეგობარია. გავიგე, მესმის, ჯერა მარა ეგ ტიპი არ ფიქრობს ეგრე რა. რა მნიშვნელობა აქვს ის რას ფიქრობს? შენ თუ გონია რომ აწუხებს ან რაღაც მსგავსი ძალიან ცდები. პირიქით, ყველანაირად გვერდში მიდგას.
იცის რომ არ მაქვს ახალი ურთიერთობის დაწყების სურვილი. იცის და ესმის. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ იდიოტ ძმაკაც რამე შანსი აქვს. უბრალოდ მე არ მინდა. უბრალოდ არ შემიძლია. და საერთოდ ძალიან დავიღალე ყოველთვის. ესმის შენ. მართლა რა იდიოტია რა უნდა დაჩა. მინდა რომ ჩვენი ოფისის გახსნაზე მოხვიდეთ. პატარა წვეულება გვაქვს და ეს ეკაა ჩემი ბავშვობის მეგობარი. ეს ნიკაა. მივხვდი. ჩემთვის. ხოდა იცი რომ შენი უბრალოდ ნაცნობი გოგო ჩემთან იყო კლინიკაში მოსული. იცი რომ ჩემ ნაცნობებსაც აქვს ტკბილები. აი ხედა იქით. მამა! მამიკო. მამიკო. მალე ხომიცი რომ მიდის და აღარ იცის რომ ახელთვალებს დაიბნეთოს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს